რაც შეეხება სხვა საკითხებს, უკვე ცნობილია, რომ 415 დევნილ ოჯახს ერთლარად სიმბოლურ ფასად დაუკანონდა საცხოვრებელი ფართი. ამ თემაზე განცხადება გააკეთა ლტოლთა და განსახლების მინისტრმა. მანვე ისაუბრა ზამთრის პერიოდში დაკმაყოფილებაზე დევნილებისა სხვადასხვა სოციალური დახმარებით საუბარია 200 ლარიან ვაუჩერზე, რომლის გამოყენებაც მათ შეუძლიათ როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი გაზის გადასახადის დასაფარად. Სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია დევნილთა შემწეობის ზრდა 45 ლარამდე. გარდა ამისა განხილული იქნა საკითხი დევნილთათვის საცხოვრებელი ბინების საკუთრებაში გადაცემის საუბარზე და 415 დევნილ ოჯახს სახელმწიფომ სიმბოლურ ფასად 1 ლარად საკუთრებაში გადასცა საცხოვრებელი ბინები. და ასევე განხილული იქნა საკითხი ზამთრის სეზონთან დაკავშირებით 25,000-მდე დევნილ ოჯახს, რომელთა სოციალური რეიტინგი არის 70,000 ფულადზე ნაკლები, გადაეცემა 200 ლარიანი ვაუჩერი, რომლითაც ისინი გადაეციან დენის და გაზის დავალებას. სახელმწიფო კანცელარიაში მთავრობის ხდომა უკვე დასრულებულია. დღეს მინისტრთა კაბინეტის წევრები 40 საკითხის ირგვლივ მსჯელობდნენ. მადლობა სოფო ბერიძე საუბრობდა